Taison baba, შენს ხალისმას შემოვევლე. Მოიცადე, ჰეი, ძალიან ცუდადაა ძმაო, ძალიან ცუდად დაიძაბნენ. ჰეი, სალამი მეგობრებო, მე თაიფუნი ვარ. მეგობრებო, ყველას ახალდროში გულითადი სალამი, პატივისცემა და სიყვარული. დღეს თქვენთვის ძალიან კარგი სიურპრიზები მაქვს, მეგობრებო. ფერმაში ორი ახალი შვილობილი შეგვემატა, ორივე როტვაილერის ჯიშისაა, ერთი დიდი ზდასული მამრია, მეორე კი ჩვენი ლეკვი მდედრია. დღეს თქვენ მათ გაგაცნობთ. ფერმაში ახლახანაც კი ახალი მოსული ვარ, ჯერ მხოლოდ 9 საათია. ზდასული მამრი ჯერ ფერმაში არ ჩამომიყვანია. ამჟამად მანქანაში მელოდება. ვიფიქრე ვიდეოშიც მისი პირველი რეაქცია გადამევა. სხვა ძაღლებთან გაცნობისას რას გააკეთებს, როგორ მოიქცევა, თქვენც გინდათ ნახოთ. ცოტა ხანში მას მანქანიდან ჩამოვიყვანთ. გთხოვთ, მანამდე არ გამაცბილოთ. თუ ამ ვიდეოს მოიწონეთ, გამოიწერთ არხს და კომენტარს დაწერთ, ძალიან გამიხარდება. თქვენი მოწონებები და კომენტარები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ნუ გამაცბილებთ, კეთილი საქმე გააკეთეთ. ჰეი, კარლოს, რა მოხდა შვილო, კარლოს? კარლოს, რა მოხდა, ჩემო ლომო, რა მოხდა, რატო ყვირი ესე ძალიან? იქ რამე დააბინძურე, მოდი აქ, მოდი ნახე. მოდი აქ. Maşallah ჩემს შვილს, maşallah ჩემს ლომს. ეს დიდი ბავშვია, დიდი ბავშვი ესა. ჰე, ამოვიდა ჩემს შვილს ეჭვიანობს, თუ გარეთ გასვლა უნდა. ხო, კარლოს, გაგიყვანო გარეთ. ხო, ჩემო სიმპათიულო. გარეთ გასვლა უნდა, კარლოს, ნახეთ როგორ აგიგზნო, მეგობრებო. ეხლა ნახეთ, ახალი მოყვანილი მამრი როტვაილერი ყავს, მართლა უმაღლესი ხარისხისა, A-კლასის, შესანიშნავი შვილია. ეხლა იცით, მოიცადე ალექს, დამშვიდი. ჩვენი ალექსი მაგარი იყო, მეგობრებო, თავადაც სერიფიცირებული A-კლასის როტვაილერია, ძალიან ლამაზი ძუ ყავს, სისხლის ხაზი, წარმოშობა ძალიან მტკიცეა, ლეგენდარული ხარისხის შვილია. ახლად მოყვანილი მამრიც ასეთია, ძმაო. ახლად მოყვანილი მამრის წარმოშობაც მართლა შესანიშნავია. მამამისი რამდენ ქვეყანაშია ჩემპიონი. ძალიან ძლიერი ძაღლია. ისიც საერთოდ იმიტომ მოვიყვანე, რომ ალექსისთვის სხვილი გამეჩინა, ამისთვის დავაპირე. ამიტომ ვიცი, დიაბლო დავკარგეთ. დიაბლო ჩვენთვის ძალიან ძვირფასი შვილი იყო. ეხლად მოყვანილი მამრი დიაბლოზე ნაკლები არ არის. ისიც მართლა შესანიშნავი შვილია. ცოტა ხანში ნახავთ, უბრალოდ ცოტა მოულას გაუკეთებთ, მოვლის შემდეგ იმედია თავის ფორმაში მოვა. ალექსი, ყველაზე მეტად მინდა რომ ალექსი გავაცნო, მაგრამ არ ვიცი, ალექსი ხო არ დაესხმება მას. იცით ეს გიჟი ეთხელ ესკობართან ერთად რო იყო, მაშინ ესკობარს დაესხა თავს. ალექსი ჩუაში აღმოჩნდა, ეშინია. კარლოსსა და ჰექტორ ბაბა, როგორ ხარ ლომო? ჩამე შვილო, შენი საჭმელი ღმერთმა დაგლოცოს. კარლოსი როგორაა, ჰექტორი, როგორ აეჭიმა კარლოს? დღეს როკი გარეთაა, ძმაო. როკი ისევ თავის ფორმაშია. ამჯერად სინდი მოეწონა და სინდისთან შეწყვილებას ცდილობს. ზეინა, როგორ ხარ ლამაზო? ეხლა ჩვენი ეს აზია ქალბატონიც დიდი ალბათობით სითბოშია, სითბო ახლოსაა. ხვალ ესკობარს ორივეს გავაცალკე, მეგობრებო. არაფერი არ მოხდეს, ღმერთმა დავიფაროს, არ წავიდნენ და აზიასთან არ შეწყვილდნენ, ამ რისკზე ნუ წავალთ. აზია მოდი გოგო, ერთი შენი სიდიადე ნახონ, მოდი. აზიასაც აქედან გადაიღე ერთი. აზია ქალბატონიც დიდი მადლობა ღმერთსმაო, ცოტა კიდე გამოკეთდა, წონა მოიმატა, გასქელდა, თავის ფორმაში მოვიდა, მართლა ნენელა მისი ფიზიკური მდგომარეობა სულად დგება, ხო იცით, ადრე საკმაოდ გამხდარი იყო. ვაგროვებთ ძმაო, ჩათვირთვა გავაკეთეთ. იმედია მალე ბოლომდე ფორმაში მოვა, არა ასია, ესკო, გერმანიის ნამდვილი შვილი. შენც კარგად გასქელდი ბიჭო, სიმპათიურო. ეხლა მოდი პირველ რიგში მე წაგიყვანთ ბარტყთან, ბარტყი ქათმებთან გაუშვი, უთხარ იქ შეეჩვიოს, ეგრევე გალიაში არ ჩავსვათ, თავისუფლად იაროს, რომ მალე ადაპტივდეს. მართლა ისიც ძალიან ლამაზი გოგოა. ეხლა პირველ რიგში მას გაჩვენებთ. შურების მდგომარეობაც არხამდულა კარგია. ცოტა ხნის წინ ყველას საჭმელი მივეცი, წყალი გაგვითავდა, 1 საათია წყალი არ არის, რატო არ ვიცი, რაღაც შეფერხებაა. ამ ჩემ დესტანს გადაუვე რა. დესტანი მეგობრებო, მაშალლა. კარგად დაიწყოს და იცოდეთ. შეხედე ფეხის სიგრძეს ძმაო, ბარტყება კარგად დაიწყეს და დიდი ალბათობით ჩემი ვარაუდით მათი საშუალო სიმაღლე დაახლოებით ასეთი იქნება. ასე ვფიქრობ. დესტანი განსაკუთრებით ყველაზე მაღალი იქნება მათ შორის. ეხლა დაახლოებით 123 დღის არიან, 122, 123 უნდა იყოს. კარგად დაიწყეს ზრდა, მაშალა. ჩემი ვარაუდით ძმაო, ჩვენ ეხლა ძალიან კარგად ვკვებავთ მათ. იცით, ეხლა მუდმივად კოლაგენს ვაძლევთ. დილას საღამოს კოლაგენი. რა ხდება, როცა კოლაგენს აძლევ? შიგენს აძლევ. შვილების ზულები ძალიან ძლიერდება, იზრდება, ჩონჩხის სისტემა ძალიან მტკიცე ხდება. თავის ქალა, ყველაფერი
სინამდვილეში ამ თავის ქალის კიდევ უფრო განვითარებისთვის უნდა გავაფართოოთ, ამისთვის სპეციალური საქმეში ნივთებია საჭირო, მათაც ვიყიდი, რომ ეს თავი კიდევ უფრო გავაფართო. მაშალა, შვილების განვითარება საოცარია ძმაო. მაგრამ თქვენი მამა ბიჭებო, კარგად გიყურებთ. მართლა კარგად გიყურებთ. დააფასეთ ჩემი ზრუნვა, მართლა კარგად უვლით ჩემს ლომებს. შეხედეთ, ეს შვილებიც კი რამდენად გაიზარდნენ. მოდი წავიდეთ ჩვენ შვილთან, მეგობრებო. დაახლოებით 20 საათი არ ძინავს, ამიტომ შეიძლება სიტყვებიც ვერ ავარჩიო, ენა არ მიბრუნდება, ძალიან დაღლილი ვარ. შვილების წასაყვანად წავედით, ისიც 20 საათში დაგვიჯდა, წასვლა, წამოსვლა და ასე შემდეგ. მოდით ახლა. ნახეთ, როკი ბატონო რამეს გამოტოვებს. როკი წამოვა, როკი, მოდი როკი. მოდი ნახე, ჩვენი პატარა იწასულა. სათხარ ბებო? მოდი ჩემო ლომო, მოდი ჩემო ლამაზო გოგო, მოდი. მაშალა შენზე, რა საკეთებ შენ, ჩემო ლამაზო, რა საკეთებ შემი ლამაზი. ყველგან ტალახი გაქვს გოგო. ფისტიკისთან მიდი, მათთან ერთად გინდა თამაში და გართობა ჩემო ლამაზო. მოусმინეთ მეგობრებო, გთხოვთ, პირველ რიგში ჩვენს პატარას მაშალა მისწერეთ, რომ ჩვენს ბებოს თვალი არ ეცეს. ის უმაღლესი ხარისხის ლეგენდარული შვილია. ხედავ ამას? ის მდედრია ახლა 58 დღისაა. ნამდვილად შესანიშნავი შვილი ყავს. ღმერთმა დაიცვას ის ბოროტი თვალებისგან და ავი მზერისგან. ძალიან მომწონს, როცა გაიზრდება, ძალიან ძლიერი მდედრი იქნება. შვილო, გაიარე, ცოტა გაიარე, ხალხმა შენი დიდებულება ნახოს. ვაი ღმერთო, შენს თავს წირავ. გაიცადე, როკი მაშინო მოვიდა მის გვერდით. როკი, მოდი გაეცანი მას, როკი. ეხლა ჩვენი გიჟი როკი ეცდება მასთან შეცვლილებასაც, ხომ იცით? როკი საზღვარი არ აქვს. ეხლა მეგობრებო, ეს გოგო ჩემთან არ დაჩება, მას პატრონს უპოვი. თუ პრობლემა არ იქნება, სამსულიდან ერთ ჩვენს ძმასთან წავა. დღეს კიდევ ერთი მამრილეკი ყავდა, ისი ძალიან ლამაზი იყო. დედმამა განსხვავებული ყავდა, მაგრამ მოკლე ცხვირი ჰქონდა. დედმამა დიდი იყო, შესანიშნავი შვილი იყო. ისიც აქედან ერთ ადამიანს მივაბარეთ. თუ თქვენც გინდათ როტვაილერის ლეკვისაყვანა ან სხვა ჯიშისაც, თუ შევძლებთ, დაგეხმარებით, ეს გოგო წავა სამსულში? ამ გოგოს რო დამეტოვებინა აქ. ხო, ეს გოგო აქ რო გაზრდილიყო. ხო, ჩემო პატარავ. დესტანეთთან გაიზრდებოდა. მოდი და პისტიკის ბაჭიებს გაუშვებ, ნახონ ითამაშონ მასთან ერთად. პისტიკი, ჩემო გოგო, როგორ ხარ? მოდი აქ. მოდი, აჰა. მოდი, ითამაშეთ ცოტა, მოდი, რო არ მოიწყინოთ, მოდი. მოდი, ხო, ამათან გაერთეთ, ჩემო გოგო, კარგი? ყოველ შემთხვევაში, ნახე, ფისტიკის ბაჭიებიც, მაშალა, რამდენი დღისები არიან, არ ვიცი ახლა ზუსტად, მაგრამ ვინც იცის, როდის დაიბადნენ, დაწერეთ ვიდეოში თარიღი იქნება. ნახე, ჩვენს როდზე დიდები არიან, მაშალა, ფისტიკის ბაჭიები უზარმაზრები გახდნენ, ძმაო. ისე კი არა, დედას შეხედე, პატარა ძაღლია. ბაჭიები თითქმის დედის ზომისები გახდნენ, ღმერთმა დაგლოცო თქვენ. მართლა მაინტერესებს, რამდენი დღისები გახდნენ, ვიდეოს მე შევამოწმებ. ნახეთ, როგორ თამაშობენ. მოდი, პატარებო, მოდი, პატარებო, სხვები რატო ვერ გამოვიდნენ იქიდან? ერთმა გამოვიდა, ორი დარჩა შიგნით. ბიჭო, ტალახში ნუ შეხვა, გოგო, ნუ დასვიმდებით, მოდი ნახოთ, ნუ ტალახში შეხოთ, კარგი, ითამაშოთ თავისუფლად. სინამდვილეში თუ ამას ფისტიკის ბაჭიებთან დავდებ, ფისტიკი გარიყავს ამას. ნახეთ, ჩვენი ბაჭია ძლიერია, ეგრევე ცდილობს მეორე ბაჭიას დააწვეს, ხედავ? მაშალა, ჩემს გოგოს ძმა, მამრი რომ მოვა, მამრი დაგესხვება, ნახე? მოდი აქ, ბიჭო. რატო ეხები მამაც, მოდი აქ. გიჟი ხარ შენ. მოდი, ნახე. არა, მოიცადე, მოდი, ბიჭო. ნახე, ძმა, მამრი, ბაჭია, მაშალა, დიდი გახდა, მეგობრებო. აი როცა კანგალი და ფინო ჯვარდებიან, ცოტა მაღალი დაბალი, ძაღლები გამოდიან, ხო? ფეხები დიდი აქვთ. თვითონ პატარაა. დიდი ალბათობით ესეთი ბიჭი გვეყოლება. ძმა საკმაოდ დიდი გახდა, მაშალა. სოსის ძაღლებს დაემსგავსე, ზუსტად ეგრე ხარ. დაგარქვა სახელი, ბიჭო. მოდი სახელი დავარქვათ, რა დავარქვათ? თქვენგან რჩევას ველოდები, ძმებო. უთხარით, ისეთი სახელი, რომელიც მოუხდება. მოდი დედასთან ერთად დავაყენებ გვერდიგვერდ. ფისტიკ, მოდი. ნახოთ რა განსხვავება, ერთად დავინახოთ. ფისტიკ, მოდი გოგო, მოდი ფისტიკ, მოდი ლამაზო, მოდი. ნახე ძმაო, დედას გაუტოლდა თითქმის. მაშალა, ორ თვეში ამათ გადაასწრებს კიდეც. გეჯე, რა მოხდა გოგო, პატარავ? მაშალა, როგორ გაიზარდნენ. დავიცადოთ, ნახო, ჩვენი როტი სად წავიდა. შილო, სად ხარ? მოდი.
სად წავიდა ის? თვალის დახამხამებაში დაიკარგა, დავიცადოთ. შვილო, მოდი, სად ხარ? მოდით ნახოთ, ოი, ცელქებო. რასაკეთებთ შიგნით, მოდი დავაბრუნოთ ისენი თავიად გალიაში, მეგობრებიც. ეხლა რომ მივდივარ მათგან. ნახე, ხედავ ძუს, როგორ უტევს ბარტყებს, ქათმებს და სხვებსაც დაესხმიან თავს. თავზე პრობლემები არ ავიგიდოთ, მოდით ახალგაზრდებო. ნუ იჩხუბებთ, გაჩერდით, მოდი. მოდი შვილო, მოდი. როკი შენც მოდი, მოდი ფაშა, მოდი. მაშალა თქვენ, გაჩერდი შვილო, შენ დარჩი გარეთ, იქნებ ისევ შენ. გაგრილებენ და რამეს დაგიშავებენ, კი? ალბათ არა, მოდი დაგსვამიქ, მოდი. მოდი აბა, ითამაშე მათთან ძმურად, კარგი? ძმურად ითამაშე მათთან. მაშალა, ხარისხის ნამდვილი შვილია, მაშალა, ჩემს გოგოს. მოიცადეთ ახალგაზრდებო, გაიქეცი, თოპალა. კარგი, მოდი მივყვეთ და ნახოთ, რამეს ეტყვიან თუ არა მასაც. რა მოხდა, როკი? ისევ დაიწყე ყვირილს, როკი. როკი, შენ აქ დარჩი, ეხლა ახალ შვილს რო გამოვიყვან, შეიძლება მასზე მიიტანოს ხელი, რადგან მამრია. რისკზე ნუ წავალთ. ეხლა მოდით გარეთ გავიდეთ. ნახე ბონჯუკს. ბონჯუკის თავისი თამაშობს. ბონჯუკ, ცელკი ბონჯუკ. ბონჯუკი მალე მამა გახდება, ბონჯუკს კარხასიათზეა. ნახე თხები საჭმეს ჭამენ და ენერგიას იკრებენ. შემდეგ ასე თამაში იწყებენ როგორც ძაღლები, მაგრამ ნახე ძაღლივით აქეთ-იქით ცილბილსაც იწყებენ. ნახე ბონჯუკ, შენ მართლა მაგარი ხარ შვილო, მართლა მაგარი ხარ. მოდით გავიდეთ და ამ ახალ შვილთან ერთად გავიცნოთ. თარაც ახალ სად დავაყენეთ, ეგეც არ ვიცი ახლა. ამ გალიებიდან ერთს გავხსნი ალბათ. თარაც ესეთი იდეა მაქვს, რომ შეეწოს უნდა დავაყენო ისეთ გალიაში, რომელიც ალექსის გვერდით იქნება. ერთმანეთის გვერდით იდგნენ კანე, კორსოები ერთად, როტები ერთად. მიხვდით ხო? კარი, მოვაგვარებ, ჯერ შვილებს დავაცოთ ერთმანეთს, ძმაო. იმედი არავის დაესხნება თავს, გუშინაც პატრონმა დიდი პრობლემა შეგვიქმნა. არა, ძაღლი თავს დაგესხმებათ. მანქანაში ალიკაპის გარეშე ველც აიყვანთ. თუ უკანა სავარძელზე დასვავ, შეიძლება დაგესხათ. ამას იზავს, იმას იზავს. ამის შემდეგ დაახლოებით მივედი ძაღლთან და მოვეფერე. თადაც იმ დროს დინის 4 საათი იყო, მოფერება დაახლოებით 1 საათი გაგრძელდა. თუმცა ძაღლი რო დაგვესხმებოდა, ესეთი თავდასხმის ცდელობა არ მინახავს, უბრალოდ სხვებს უპირებდა, ან იქნებ ჩვენ გულს ვძლობდა და არ დაგვესხა. მადლობა ღმერთს, შვიდობით მოვიყვანე ისიც. ის ისეთი იყო, როგორც პატარა ბავშვი, ხასიათი ძალიან კარგია, ძალიან მოგეწონებათ. აჰა, ამ ტაისონს გადაიდე ერთი. აბა არგენტინის ნამდვილი შვილი, როგორ ხარ? გაგიშვა თუ არა, ბიჭო, გაგიშვა თუ არა? ეს ტაისონი ეგრევე იქოქება, ცოტა წააქეზე და მერე უყურე რა ხდება. მაშალა ჩემ შვილს, ვაი, შაი შენი ჭირიმე. ვაი, ხვდები რომ უყვარხარ, ამ სამყაროში ხარ შვილო, მოიცადე. ტაისონი გაუშვათ, ტაისონ ბაბა, ირბინე. ტაისონი ახლა სპეციალურად გაუშვი, შვილს ხომ უნდა მოვიყვანოთ, მოდი ნორაც გაუშვათ. ნორა, წყალი დავუარე, გოგო. ნორაც გაუშვათ. ნახე რომ როტიძმა დამყოლია. კარგ თასმაზე გავასეირნებ და გავაცნობ. თუ ნახე რომ კარგად ეწყობა გავუშვებ. მაგრამ ფაისალზე ხომ არ დაესხმება, არ ვიცით. ისიც უნდა ვცადოთ და ვნახავთ. ქარამ, ნორამ წყალი დაყვანა, მოიცადე, ნორა, ჩემ გოგოს გაუშვათ, ნორას არ გაუშვებ, შეიძლება? ნორას რო არ გაუშვებთ, შეიძლება ნორა. მოდი ნორა, გადი. ლამაზო, გადი. ნორას ჩაულებრივად არ უკეტაო, მაგრამ ეხა თავზე წრილობა რომ ბოლომდე მოურჩეს, მეგობრებო, მერე ისევ სულ გაუშვებ, რომ ინფექცია არ შეეჭას. ამიტომ ვკეტავ. ეხლა მოდით ოდინთან მივიდეთ, მისი სახელია ოდინი. ოდინთან მივიდეთ. ბისმილლაჰირ-რაჰმანირ-რაჰიმ. ინშალლა, უბედურების და პრობლემების გარეშე ვიდეო გამოვა, ინშალლა, შვიდობით და უსაფრთხოდ შევაჩვევთ. მისი პატრონის თქმით ასეა. პატრონმა თქვა, თუ ძაღლი მასზე დაიგრენს, ის დაჯდება, ძალიან ფრთხილად იყავი. ინშალლა, ღრენის გარეშე ჩაივლის ყველაფერი. აი ცოტა მეც მეშინია, ოდნისაც ახლახან ვეცანი. არა, ტაისონ, ერთი წუთი ძმაო, ერთი წუთი. ტაისონი მოვიდა ეხლა
ყველაზე საშიში დროა, ტაისონი მოვიდა ერთი წუთით, კარგი. კარგი, არა, აპოლო, ნუ აღიზიანებ, კარგი, აღიზიანებ, კარგი. ეხლა არ ხანთ უნდა რეაქციები კარგია, მაგრამ გარანტიას ვერ ვიძლევი. ინშალლა ვიმედოვნებ, რომ ვიღაცა უცებ არ აღიგზნება და არ დაგვესხმის თავს. ლელა, გაჩელდი. ტაისონ ბაბა ძალიან წამოიმართა ძმაო. ტაისონ არა, მოიცადე. ძალიან ვცდილობ ხომაღლა არ ვილაპარაკო, რომ უცებ არ აღიგზნონ. შვიდად ვიმოქმედებთ. ეს ტაისონ ბაბა პირდაპირ მის გასასწრობად მოვიდა, ეხა იმედია არაფერს სიტყვის ცოტა წამოიმართა, იმიტომ. არა, ტაისონ ბაბა ხომ შვიდია არა? იმედია მშვიდია, იმედია არაფერს სიტყვის. მოიცადე ერთი წუთით, მოდი შვიდად ვიმოქმედო ძმაო. მადლობა გმეც, არც არავის არაფერ უთქვამს. ეხლა კიდე სახვიდან გამოვიდა, უცხო ფერმაში მოვიდა, რამდენი ძაღლის შუაში. მასაც სოკადრო დასჭირდება შეგუებისთვის, ეს პროცესი ალბათ დიდხანს გაგრძელდება. ეხლა თვითონაც ფიქრობს, სად მოვედი, უცხოდ ვზნობ თავს, სად მოვხვდი, ვინ არიან ესენი ამბობს. მაგრამ ყველაზე კარგ ადამიანს შეხვდა, ვისთანაც შეიძლებოდა მოხვედრილიყო. იმედია აქ ბედნიერი იქნება, მეგობრებო, ღმერთის ნებით. მოდი ცოტა იქით გავიდეთ, ან აქ დავდგეთ, ვნახოთ. მოდი ეხლა ძმაო, ამ ძაღლს გაგაცნობთ. როგორც გითხარით, მას ოდინი ქვია, ახლახან გახდა 3 წლის. ფიზიკა, თავისქალა, აღნაგობა მართლაც შესანიშნავი შვილია. თავისი ჯიშის სტანდარტებით ნამდვილად ლეგენდარული ძაღლია, ძმაო. მე ძალიან მომეწონა, მართლაც ძალიან ხარისხიანია. მხოლოდ შვილს ცოტა კანის დაავადება დაეწყო. ამის გამო მკურნალობას დავიწყებთ, ცოტა ეგზემის დასაწყისიც აქვს და ასე შემდეგ. სულედაც ცოტა სუსტადაა. ჩემი ვარაუდით ესეთი 1 თვე ნახევარში, როგორც წესი მას კაგწონას მოუმატებთ და ეგზემასაც და კანის დაავადებასაც მოვაშორებთ. უფრო მოურილი გამოჩნდება, ბეწვი უფრო პრიალა და სუფთა ექნება. დროთა განმავლობაში ყველაფერს გავაკეთებთ. პირველ რიგში აქ ჩვენთან შეეჩვიოს და დადარჩენი უკვე მარტივი იქნება. ჰეი, აი ნახე, ავიგზნო, მართლა ავიგზნო, 100-ად გადაიქცა. რატო გააკეთა ასე? თქვი ჯერ შეეჩვიოს მეთქი და ეხლა რას დაგვემართა, ხედავ ძმაო? ცოტა დაიძაბა ძმაო. ამ პოზას შეხედე, ფიზიკა, აღნაგობა იდეალურია ძმაო. ცოტა წონაში მოვამატებინოთ, გაბერილი რო იქნება. მაშინ ახლა მოდი აქ, ბიჭო. თან უნებლიეთ ნეზმეშინია. ეხა 1 წუთით ის ბიჭია 1 წუთით. კარგი ბიჭო, კარგი. კარგი, ქარაბაში. არა, ქარაბაში, დაიცადე ქარაბაში. ქარაბაში, არა, დაიცადე ბიჭო, გაჩერდი, დამშვიდი. აპოლოს შეხედე ერთი, აპოლო მაშინვე წამოდგა, ეხლა ბიჭია 1 წუთით ქარამ, არ შეხვიდე ქარამ, არ შეხვიდე. დაჩერდი ბიჭო, ნუ ავიზიანებ, კარგი. ქარაბაში არა. 1 წუთით, არა. მოდი ცოტა უფრო შუაში გადავიყვანოთ, მეგობრებო. რას ვამბობდი? ეხლა მეც ეხლახან გავიცანი ის. ჯერ ერთი დღეც კი გაგვიტარებია ერთად. ზუსტად მეც ვერ ვენდობი, რას გააკეთებს, რას იზამს, დაგვესხვება თუ არა. მისი ხასიათი არ ვიცი და ვერაფერს ვამბობ. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, აი მაგალითად 100-ას უცებ უღრინა. მიხვდი? 100-ას უცებ. ამ ეტაპზე არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივიყვანოთ ის თავდასხმის პოზიციამდე. ამიტომ ძალიან ფრთხილად და სიფრთხილით უნდა მივუდგეთ. რაც უფრო კარგად შეეწყობა, ჩვენთვის მით უკეთესია. თუ ერთ წამს აფეთქდება, მერე გაგრძელდება კიდეც. დაიცადე ტონი, არ შეხვიდე, არა, ჰეი. ნახე ძმაო, ნახე, რატო აიჭრა ესე? მოდი ვნახოთ, ოდინ, დამშვიდი. გაბრაზდა ძმაო, მართლა გაბრაზდა. დაიცადე. განსაკუთრებით პატარა ძაღლები არ უყვარს, როგორც ჩანს. ნორას რამეს ეტყვის? დაიცადე, ღრენავს ძმაო, ღრენავს, მოდი ვნახოთ. ძმაო, თამაში მიზნით, ყებს თუ თავდასხმის მიზნით. მაგრამ თუ ღრენას იწყებს, თუ ღრენს, დაესხმება, ხო გესმის? თუ ღრენს, პრობლემა იქნება, ძმაო, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ეხლა არ გავუშვებ ესე დგას. მოიცადე 1 წუთი, ნორას ნუ ერთში. მოიცადე, პაშა, ნორა, გამოდი იქიდან, გოგო, ნუ გადაეღობები წინ. ხო? ეხლა მოდი ვნახოთ, ლომო. მოდი ბიჭო. მოდი თანმიმდევრობით შვილებთან მივიდეთ, მეგობრებო, თითოეულს ზიგრიგობით ვნახოთ. ესკობარი დიდი ალბათობით მაინც დაესხმება. 100-აზე ვერაფერს ვამბობ. დარწმუნებული არ ვარ ეხლა. 100-ია ესკო. აშალა ძმაო, კუც ხედავ? შვილი რამდენი ძაღლის შუაში შევიდა, მაინც ამბობს, ლიდერი მე ვარ, ამ ადგილის ბატონი მე ვიქნები. კუც ხედავ? ნახე, იმ კუც საერთოდ არ ცევს დაბლა ძმაო. ეს ყველა ძაღლს არ შეუძლია.
ზოგი შეეშინება, დაიხევს, დაიმალება, იმიტომ რომ ამდენი ძაღლის შუაში შესვლა ყველა ძაღლის საქმე არ არის. ეხლა პირდაპირ ხროვაში შედის, მაგრამ არაფერს ივჩნევს. ლიდერობას არაფერს აკლებს. ყოველთვის ამაყად გას ძმაო. მოდი, 100-ია, ცოტა გაიწია იქიდან გოგო. 100-ია, მოიცადე. შენზე პირველადვე მიიტანა იერიში. ამიტომ ვფრთხილობ, მოიცადე ნატაშა. მოიცადე. კარგი, მდედრებს არაფერს ეუბნება. ჰექტორს ეტყვის რამეს? ჰექტორი პირდაპირ დაესხნება თავს. პირდაპირ მიიტანს იერიშს. არა, ის პირდაპირ მიიტანს იერიშს. კარგი. ეხლა მოიცადე, კარგი. ძმაო, მოიცადე. არ ვიცი, აქვს თუ არა მობრუნების შევა, ოღონდ ჩემკენ არ მოტრიალდეს. მოიცადე ნორა, გამოდი შვილო, მოდი ალექს გაგაცნო. ნახე, ალექსსა და მის შორის განსხვავებას ეხლა გვერდიგვერდ უკეთ ხედავთ. შვილო, თქვენთან როგორ ვიმუშაო, ერთი ფეხი არ ჩაყარო, არა 100-ია, მოიცადე. თქვენ ყველა მიტევთ თავს, მოიცადე, შვილო, მოიცადე. კარლოს მამა ძალიან მაგრად მოეწყო. კარლოს არაფერი უთხრა? მარტო ალექსზე თავდასხმა კარგი არ იყო, ხო? ალექს სყვილი მოუყვანეთ, ისინი ერთმანეთს ესხმიან თავს, მართლა. ჯერ კიდე ბოლომდე თავის თავდაჯერებულობას არ აჩვენებს ეს. აგათ შეეჩვიოს აქაურობას, მიითვისოს. ამის შემდეგ კარლოს როგორ უყურებ, ცელქი კარლოსი, ესეც ამის შემდეგ ამეზოს ბავშვია, ნახე? გონიერები იყავით. მოდი შვილო, წავიყვანოთ დესტანებთან ნახოთ. დაიცადე წყურვილიანი ლომის ნაჭერო, წყალი დალიოს, ოთახში რომ შეიყვან, მერე დალევ. დესტანმა, ჰაიდუტმა, სოფიამ, ჰერამ თქვეს, პატარა ძაღლებს არაფერს ეთყვიანო. ნახოთ, მართლა ასე იქნება? ტაისონ ბაბა უკლიდან მოვიდა. ერთი წუთი. ეხლა ღრენას იწყებს, მაო, დაიცადე, ღრენას იწყებს. ტაისონზეც გაბრაზდა. ტაისონ ზეუნება, თავხედობის ზვარს ნუ გადაცილებ. გადაუტრიალდება ძმაო, ტაისონზეც გადაუტრიალდება. მოდი, კიდევ ერთხელ მივიყვან ტაისონთან. ახე, ორივე ეხლა ლიდერობას ცდილობს, მაშალა რა. რაც უფრო იხსნება, უფრო კარგად აჩვენებს თავს. გაჩერდი, არა, გაჩერდი, კარგი გოგო. გაჩერდი, კარამე, ძალიან ახლოს არ მიხვიდე შვილო, კარგი. ცოტა ერიდება კიდე, ხო გითხარი? ჯერ ბოლომდე არ ვიცნობ მიშვის. ეხლა მოდით ნელ-ნელა წავიდეთ ქათმებისკენ, ნახოთ. გამოდით ახალგაზრდებო, მოდი, ოდინ. დაიცადეთ, მოდი, გადიშვილო. მოდი. ეხლა ოდის აქ ცოტა მოეფერები, ნახოთ რას აკეთებს ჩემი შვილი. უყურებთ იმას, რომ ეხლა ესე აგრესიულად იქცევა. ძმაო, შეხედე ამას, მანქანაში ბავშვივით იყო, ძმაო, თითქოს მეუბნებოდა მომეფერეო. ასე ერთხელ ვეფერები თავს, ნორამ კარი გააღო. ნორა, ყველა შემოიყვანა ისევ. რას ვამბობდი, ერთხელ ვეფერები თავს, ზუსტად ჩვენი მარლასავით, ისევ თავს მიტყავს. კიდემ მომეფერეო ამბობს. გააგეთ. და კიდევ როცა ეხლა როტვეილერს აიყვანს, დასულ როტვეილერს. სხვა ჯიშებთან შედარებით მის შეჩვევა ცოტა უფრო რთულია, რადგან ისინი მხოლოდ ერთ პატრონს ცნობენ. ძალიან თავდაჯერებულები არიან, ძალიან დომინანტურები, ძალიან ძლიერი ხასიათის ძაღლები არიან. შეჩვევა სხვა ჯიშებთან შედარებით ცოტა უფრო რთულია, მაგრამ ჩვენ შევაჩვიო ძმაო, ამ საკითხში ეჭვი არ ქონდეს ნორაც. მაგალითად იგივეა ნორა როგორ შევაჩვიეთ, ასე შევაჩვიოთ ამასაც, უმეტესობას ასე შევაჩვიეთ. ჩემი აზრით შეეჩვევა, ჩემთან პრობლემა არ იქნება, თავარია ჩემზე არ შემოტრიალდეს. მოდი თხებთან მივიყვანო, ნახოთ. დიდი ალბათობით ცხოვრებაში პირველად ხედავს თხას, ასე ვფიქრობ. იმიტომ რომ სტამბოლიდან წამოვიყვანეთ ის. ქალაქის ბავშვია ჩვენი ბიჭი. ალბათ არასდროს ყოფილა თხებთან და სხვა ცხოველებთან ერთად. მაგრამ არაფერი უთქვამს, ღმერთს მადლობა. მაგრამ ამას შეფასება ბონჯუკმა უნდა მისცეს. ბონჯუკ, მოდი. ბონჯუკ. გაიცანით ერთმანეთი, ნახოთ რამე სიტყვის თუ არა. არა, თხებს არაფერი უთქვამს. ქათმებსა და იხვებს რამეს ეთქვის. მოდი ვნახოთ, პაშა. ამაზე ვერაფერს ვიტყვი, იტყვის კი რამეს, იტყვის თუ არა. არა, მოიცა, ნუ გაუშვებთ იხს. თქვენ როგორ ფიქრობთ, იტყვის თუ არა? კომენტარებში დაწერეთ, ძმაო, მგონი შანსები 50-50-ია. შეიძლება დაესხასო, ესე მგონია. დარწმუნებული ვერ ვარ.
ვიფიქრებ, რის გზა წავიდე და გაუშვა თუ არა? ჯერ ბოლომდე არ მიცნობს და ვერაფერს ვამბობ. დაიცადე, როკის დაელოდე, როკი ხო ბიჭია. ფისტიკი. მაგრამ ძაღლებმა მაგალითად, ჩემი აზრით, ამას ძალიან არ გამოეხმაურნენ, არ დაუკეფეს. კარგი? ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს უფრო სწრაფად შეეჩევა, უფრო სწრაფად შეეგუება აქაურობას, ძმაო. ისიც არ გამოეხმაურა, თორე ჩვეულებრივ, სხვები ვინც გარეთ არიან, დაიწყებდნენ. ასე ძალიან არავის დაუკეფია. ხოლოდ როკიმ დაიწყო, როკი, შენ ნუ მიუახლოვდები ძალიან. ამ ბიჭის გაშვება მინდა სინამდვილეში. მოდი აბა, ფაშა, მოდი. მოდი ო딘. მოდი. ძმაო, გონებით ისევ მათთანა. მოდი აბა, მოდი. მაგრამ ჩემს სიტყვას უნდა დაემორჩილოს, თორე ვერ გაუმკლავდებით. სხვადასხვა მისი სახელია ო딘. ო딘 სინამდვილეში კარგი სახელია, მომეწონა, ცუდი არ არის, მაგრამ ცოტა უფრო საყვარელი სახელი მგონია. მე მინდა უფრო მკაცრი ჟღერადობის, წარმოთქმის და მნიშვნელობის სახელი. თქვენ როგორ ფიქრობთ, ოდინის სახელი დავტოვოთ თუ შევცვალოთ? თუ შეცვლას ფიქრობთ, სახელები მილჩიეთ. თუ არა, კომენტარებში გელოდებით. ამაზე დაყრდნობით ჩვენ შვილს ახალ სახეს მოუფიქრებთ. თუ ნახავ რომ ვერ ეჩვევა, ოდინით გავაგრძელებთ, სხვა გზა არ არის, რადგან ამას საკამდე ამ სახელზეა მიჩვეული. მაგრამ შევაჩვევთ, ეგ რთული არ არის, თუ მუდმივად ასე მივმართავთ, ადაპტირდება ძმაო, უფრო მკაცრი სახელი მჭირდება. ოდინი ცოტა რბილად მომეჩვენა. არ ვიცი, ოდინი მაგალითად პუდელს შეიძლება დაარქვა, მაგრამ ამაზე უფრო მკაცრი სახელი გჭირდება. სინდი, მოდი აქ. მოდი. ქათმებთან იქ არ გაუშვებ, რა იცი რა ხდება, ჯერ ძაღლი არ ვიცით. ქათამი ძაღლივით არ არის. თუ წავა და ქათამს ან იხს უგბენს, შეიძლება პირდაპირ მოკლას, ხო მიხვდით? იმ რისკზე ნუ წავართ. ძმაო, თავს დაესხმება ეხლა. ოდინ, მოდი, ვის დააშტერდი ისევ? ოდინ, მოდი აქ, პაშა, მოდი. მაშალა ჩემ შვილს, ეს ანატოლიის ნამდვილი შვილია, ხარისხის ნამდვილი შვილია, ჩემი ლომი, ბიჭი. მოიცა, მე პატრონი თქვა, ძუებს არ დაესხმებაო, მაგრამ აქ ძუებს ეჩხუბება, ძმაო. ნახე? ჩემი აზრით, ალბათ ზურგიდან რომ მიუახლოვდება ძაღლი, მაგას უკეთებს განსაკუთრებით, არ უნდა რომ ვინმე ზურგთან მიუახლოვდეს, ძმაო. როცა ზურგთან მიუახლოვდებიან, ნერვიულობს. მასაც თავისი საზღვრები აქვს, სვალსია კარლოს ბაბა. კარლოს მოგეწონა ოდინი. კარლოს მოგეწონა ეს ლომი, კარლოს. სიმპათიურო შვილო. ლომოშვილო, ჩემო, მოგეწონა ეს? კარლოს რა მოწონება გაგიჟდა, გაბრაზდა, როგორც კი დაინახა. კარლოს ბაბა. მაგალითად ეხლა ეს ჰექტორი ტოლია, ჰექტორი 3-ისა, ესეც 3-ისა, ტოლი ხასიათია. ჰექტორი ძალიან დაიძაბა, მაგრამ ეხლა რა ვქნათ, იცი ძმაო? ოდინი კიდევ ერთხელ გარეთ გავიყვანოთ, გარეთ გავუშვათ, ნახოთ როგორ რეაგირებს, შევაფასოთ. მომისმეს? მაინტერესებს, ხო? ეხლა ეზოში გაშვება რისკიანია. ისიც თავს უსაფრთხოდ არ გზნობს და არც მე ვგზნობ თავს უსაფრთხოდ. ხანდახან ჩხუბობს, აქ შევა მოტრიალდეს და უცებ შეიძლება მიკბინოს და ასე შემდეგ, იმიტომ რომ მაგალითად გუშინ თუ გუშინ წინ პატრონმა რაღაც უსიამოვნო შემთხვევა გადაიტანა. ოდინი, იქ ზაღლების პარკი აქვს. ოდინთან ალბათ ერთი დობერმანი მისულა, დობერმანთან ჩხუბი მოუვიდათ, დიდი დობერმანი იყო. ოდინმა ის დობერმანი დაამარცხა. როცა ცდილობდა ისინი დაეშორებინა, ამჯერად კაცს ხელი უკბინა. დავინახე კაცს აქ თლიანად ჰქონდა გახეული. ანუ ეს არის ის, ვინც უკბინა, თქვა კიდეც რომ ეს იყო. ეხლა მაგალითად ჩვენი კარლოსიც ხანდახან ასე ტრიალებს, ხვდებით? ჯერ უნდა გავიცნოთ ისინი, მაგრამ თუ ზდასულ ძაღლს აიყვან, უკვე ის შენ გაგიცნով, შენ მას გაიცნობ. ეს დროის მომთხოვნი პროცესია. მოდი შვილო. ტაისონ შეხედე, ნახე რა ღირსება. ტაისონ ბაბა, შენი ქარიზმის ჭირიმე, მოდი ვნახო. ძალიან ცუდადა ძმაო, ძალიან ცუდად დაიძაბნენ. მოიცადე, დააბალანსე. ძმა, ორივე თქვია სავითა. ეხლა ოდინი ტაისონზეა მომართული, ტაისონი ოდინზეა მომართული. ხრენიან, კუდები არ ეშვებათ, აწეული აქვთ. ძმაო, ჩხუბი მოსალოდნელია, ჩხუბი არ დაიწყოს. არ შეხვიდე, კარამელ, არ შეხვიდე, არა, გოგო, მოიცადე. ძმაო, ძალიან ცუდად არიან მომართულები. საერთოდ არა, ჩვეულებრივი. არც ერთში არ არის, არც მეორეში, ნახე. დაიცადე, მოდი, ნახე. ვაიმე, როგი, რა ხმამაღლა იყვირე, რა ენა გაქვს ბიჭო შენ? კუნესის და კუნესის.
მარტო ტაისონთან ასე დაპირისპირება საერთოდ არ გამოვიდა, მეგობრებო. საერთოდ არ გამოვიდა. გრძელვადიან პერსპექტივაში ოდინის ეს დომინანტობის თემა გონია რომ გაგუჩირდება ძმაო. ნახე ორივეს თვალი ერთმანეთზეა. კარგი აპოლო არ მივახლოდე დამშვიდდი. ეხლა მოდი გარეთ გავიდეთ მეგობრებო, მაგრამ ღმერთმა ქნას ტაისონ ბაბა აქ არ შემოვარდეს. თუ ტაისონ ბაბა შემოვარდება, ამბავი იქნება, დაველოდოთ, ნახოთ. ეგ ოდის ჩვენ ვიგებთ, არა ტაისონ შენ არ მოხვიდე. წავიდეთ აბა ოდის უყურო ძმაო. ოდი მოდი შვილო, მოდი შვილო. ნახოთ რამდენად დაგვიჯერებს ჩვენ სიტყვას. ოდი მოდი პაშა, მოდი პაშა. მაშალა ჩემშვიდს, მაშალა ჩემსლომს. მოდი, ხედავ მაგალითად. მაცხენა მხარეს აქ პატარა კოჭლობა, იქ ფეხი დაიზიანა მეგობრებო, ჩემი აზრით მალე გაუვლის. იქაც კოჭლობა იქ თქივა, გადაიტვირთა, დაეცა, გაიგეთ. შენ ასკს აკეთებ ბიჭო. დაიცადე ნახო. ოდი. ოდი მოდი არა სიუსლუ, არა სიუსლუ. არა სიუსლუ, არა ჰეი. ჰეი, სიუსლუ კათამი აიღო, პირში მიაქვს. ვეც ვადლობა რომ დამიჯერა, თორე უცებ სიუსლუზე გაიწია. სიუსლუ იმ კათამ სად მიაქანებ გოგო შენ? სიუსლუ ისევ თავი გზაზეა, სიუსლუ ქალბატონო. მოდი, ოდი ნახო. ძმაო ძალიან სიმპათიურია, მართლა ძალიან მომეწონა მეგობრებო. ცოტა ამლომს მოულით, კარგი? ეი, არიჩხუბოთ. თქვენ მერე უყურეთ. დღესეთ გალიაში ჩავსვამ და ვნახავ, ნახტომი ხტომა გაქცევის შევა აქვს თუ არა. ამის მიხედვით მივიღებთ ზომებს მის მიმართ. რაიგეთ? მე ძალიან შემიყვარდა ეს ლომი. მოდი შვილო ჩემო, მოდი. მოდი, ოდინ ბაბა, მაშალა შენს თავ, შენი ჭირიმე. ინშალა ჩვენი ფერმისთვის სასიკეთო იქნება, ინშალა ბედნიერი იქნება, ინშალა. ჩვენაც ოდინის ლამაზ ლეკვებს ავიგებთ. მოვეფერებით. ღმერთმა თუ ინება, იმიტომ რომ ჩემი პირველი საქმე იქნება მისი ალექსთა შეცვლილება. ღმერთმა თუ ინება, შესანიშნავ ბოკველებს მივიგებთ, მეგობრებო. ნახეთ, ოდინის თვალი ისევ ფერმაზეა, odin, რას ამბობს ის? მაშალა შენ, ამ დგომას შეხედე, მოდელი ვითხარ, მოდელი. მაშალა, ჩემი ლომი. აციე კუდიც, აციე კუდიც მარლა. კუდიც აციე, კიდე მიტრიალებს შემკენ. მაშალა, ჩემი ლომი, ხუმრობით ვამბობ, მან უკვე მიეჩვია ჩემთან, პრობლემა არ არის. ხოლოდ მასზე დავამყარებ ავტორიტეტს, ჩემს ლიდერობას მიიღებს. ამის შემდეგ საქმე დასრულებულია, მერე ყველაფერი წყალსავით წავა, მეგობრებო. დღესაც გადავწყვიტე, რომ ახალი მოსული შვილები გაჩვენოთ, შვილებს მაშალახი არ მოაკნოთ, როგორც გითხარით. კარგი, ძალიან მიყვარხართ. არა დაგავიცნოთ ვიდეოს მოწონება და არხზე გამოცელა. საკუთარ თავს კარგად მიხედეთ, კარგად იყავით, მშვიდად იყავით, მეგობრებო.